ჩემო ძვირფასებო, დღეს ერთ-ერთი სამხრეთ აფრიკელი ფერმერის რეზიდენციაში უნდა გამოგზაუროთ. ერთ-ერთ ბურს ვესტუმრები თავის ფერმაში. ტერმინი ბური მომდინარეობს ჰოლანდიური სიტყვიდან და ფერმერს ნიშნავს. ამ ტერმინით მოიხსენიებენ სამხრეთ აფრიკაში ჩამოსულ ევროპელების შთამომავლებს. ძირითადად ჰოლანდიელი, გერმანელი და ფრანგი ჰუგენოტების შთამომავლები არიან, რომლებმაც მე-17-მე-18 საუკუნეებში სამხრეთ აფრიკაში უდიდესი მეურნეობები დააარსეს. ვიდრე ფერმაში ჩაგიყვანთ და ჩემთან ერთად გამოგზაურებთ, მინდა რომ სამხრეთ აფრიკელი ფერმერების შესახებაც მოგითხროთ, რამხელა წნეხის ქვეშ უწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება. წინ გველოდება 4 საათნახევრიანი მგზავრობა და აი ეს პეიზაჟები კი მკლავს, ისეთი ლამაზია ყველაფერი, 60-ში მგონია თავი. ჩვენი მეგობრის ფერმა მდებარეობს სამხრეთ აფრიკისა და ბორცვანა, ქვეყანაა ასეთი ბორცვანა, აი ამ ორი ქვეყნის საზღვარზე. აფრიკაში მზის ჩასვლა კიდევ ხო ცალკე სხვა სასწაულია, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება. ვიდრე თქვენ მზის ჩასვლით ტკბებით, მე სამხრეთ აფრიკელ ფერმერებზე მოგიყვებით. 1994 წელს, როდესაც ნელსონ მანდელა გახდა პრეზიდენტი, სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით 55,000 თეთრკანიანი ფერმერი იყო. 2018 წლისთვის ეს რიცხვი დაახლოებით 35,000-მდე შემცირდა. როდესაც სამხრეთ აფრიკის მთავრობაში ფერადკანიანები მოვიდნენ, მათ დაიწყეს მიწის რეფორმის პოლიტიკა. ისტორიული უთანასწორობის მოსაგვარებლად. პოლიტიკა მიზნად ისახავდა თეთრკანიან ფერმერებისთვის მიწების ჩამორთმევას და ფერადკანიან ფერმერებზე გადაცემას. ეს პოლიტიკა დღემდე გრძელდება, მეგობრებო, და რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია თეთრკანიანი ფერმერების რაოდენობის შემცირება. ამას დაემატა სახელმწიფოს მხრიდან კიდევ შიდა ეკონომიკური ზეწოლა, რამაც ფერმერობა ნაკლებით მომგებიანი გახადა და აიძულა თეთრი ფერმერები გაეყიდათ და დაეტოვებინათ სოფლის მეურნეობის სექტორი. უსაფრთხოების მიზნით უმრავლესობა მათგანი ემიგრაციაშიც წავიდა. მრავალი დოკუმენტური ფილმი არსებობს ძალის გამოყენებით, როგორ ართმევენ თეთრ ფერმერებს მიწებს და ზოგიერთ მათგანს ოჯახის წევრებსაც კი უკლავენ თვალწინ. დღევანდელი მონაცემებით სამხრეთ აფრიკაში ალბათ სულ 10,000 ფერმერი იქნება დარჩენილი. ასეთი შემცირებული რაოდენობის მიუხედავად, სახელმწიფო იგივე მიწების გადანაწილების პოლიტიკას იწყებს 2005 წლის თებერვლიდან, რასაც უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და ამერიკის ამ შეთავაზებაზე სამხრეთ აფრიკელი ფერმერების რეაქცია გაგიკვირდებათ. ისინი არსად არაპირებენ წასვლას, რჩებიან თავის ქვეყანაში, რომელიც ძალიან უყვართ და კბილებით აპირებენ დაიცვან საკუთარი მიწები. ეს შეთავაზება საქართველოზე რომ გაკეთებულიყო, ალბათ ისედაც დაცლილი ჩვენ ქვეყანაში არავინ აღარ დარჩებოდა. მოკლედ ბორცვანას საზღვარზე ჩამოვაღწიეთ და უკვე ერთ-ერთი ასეთი თეთრკანიანი ფერმერის სახლში ვიმყოფებით, რომელსაც აი ეს ფერადკანიანი ბიჭი პატრონობს. მის მოვალეობაში შედის აი ამ სახლის და ეზოს მოვლა, პატრონობა, დასუფთავება. დაწყრიალებული სახკარი დაგვახვედრა. საღამოს უკვე შონგოლოლოც გვესტუმრა, ასე ეძახიან აი ამ წერს. შონგოლოლოს კი უკვე მათი ნათესავებიც მოყვნენ. საქართველოში რო სუფრასთან სხდებით და იქ მუსაიფობთ, ესენი ცეცხლის გარშემო სხდებიან და ასე ატარებენ საღამოებს. აუცილებლად გვერდით ალკოჰოლით სავსე ჭიქა უნდა ედგათ და ცეცხლზე აუცილებლად კიდევ მწვადი უნდა იწვებოდეს. სასიამოვნოდ გავატარეთ საღამო ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე და ცეცხლთან ერთად. მთავრობით დაღლილებს ძალიან ტკბილად ჩაგვეძინა და მეორე დღეს უკვე 7 საათიდან AJ-ის სათამაშოები გამოუტანა აი ამ ბიჭმა და მთელი ეს 2 დღე მისთვის იყო დღესასწაული. ასეთ ახლა ფერმის სახლიც დავათვალიერებთ. კედლებზე ყველგან არის თითოეულ ამ მეპატრონის მიერ საკუთარ ფერმაში მოკლული ცხოველების რქებია. ეს არის პატარა სამზარეულო, სასადილო ოთახი. აქ იყო კიდევ ასევე მისაღები ოთახიც, 2 საძინებელი, გამაგრილებელი სისტემებით. ნახეთ, წყალს აი ამით აცხელებენ. და აი მეორე კიდევ ეს მახსოვს ჩემს ბავშვობაში სოფელშიც ჰქონდა ესეთი გამათბობლები შეშაზე. მთელი ღამე ცეცხლი ენთო. და ახლაც კი გვაქვს, მეორე დღესაც კი გვაქვს ცხელი წყალი. აფრიკული ტიპის ქოხი ყველა სამხრეთ აფრიკელის დიდი სიამაყეა, რო ედგას თავის ეზოში.
საძინებლებს აწყობენ სტუმრებისთვის აქ რომ ჩამოდიან. ულამაზესია ყველაფერი აქ. ნახეთ ბაობაბის ხევი პოვე. პირველად, რაც აფრიკაში ვარ, პირველად ნახე ბაობაბის ხე. საკმაოდ განიერია ქვევით და ეჭვი დამებადა და ვიკითხე, ეჭვი გამიჩნდა. ნახეთ რა მსიგანია. და დამიდასტურეს კი ბაობაბიაო, ვინაიდან ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბორცვანას საზღვარზე. ეჭვი დამებადა რომ აქ იქნებოდა ბევრი ბაობაბის ხეები. ყველგან არ არის სამხრეთ აფრიკაში მეგობრებო ბაობაბი. ახლა პატარა ბაობაბი უნდა გაჩვენოთ. რა სილამაზეა და რა სუფთა ჰაერია. როგორი ცისფერიცაა. აი ეს არის კიდევ ერთი პატარა ბაობაბის ხე. ეს ვინ მოსულა? ხანია მინდა ეს ხილი გაჩვენოთ. ეს არის მარულა, რომელიც ასე ნიადაგზე მწიფდება, ცვივდება ქვემოთ. ბანს მაძლევს რომელიღაც ჩიტი აქედან. და ამას ცხოველები ჭამენ და ეს არის მათი ალკოჰოლი. შეზარხოშდებიანო, ასე მითხრეს, არ ვიცი რა შეიცავს ეს ხილი. უგემრიელესი, ეხლა უნდა მოვაგროვო და თან წავიღო. დავაგემოვნებ. რამოდენიმე დღე დავტოვებ, ასე მოიწევა, ამისგან აკეთებენ სასმელს ამარულას, რომელიც არის უგემრიელესი. აქ უკვე ჩვენს მასპინძელს დიდი სიამაყით თავისი ადგილმამულების სანახავად მივყავართ. დიდ ღია საფარის მანქანაზე გადავყავართ, რომ უკეთესად დაგვათვალიერებინოს ყველაფერი. I'm fine. ამ მანქანით მგზავრობა ერთი დიდი სიამოვნებაა. ცხელამინჩი ცივინიავი რომ გიბერავს და თან ყველაფერი ხილის გულივით რომ მოჩანს. ეს პომიდორია მიწაზე გართხმული რომ არის, არაფერს არ უყენებენ იმის გამო რომ ამას მხოლოდ ცხოველების გამოსაკვებად ზრდიან. ხოლო იგივეს ვერ ვიტყოდი აი ამ კომბოსტოზე, ნახეთ როგორი მოვლილია. ახლა კი გაჩვენებთ პომიდორს, რომელსაც რეალიზაციისთვის დიან. ნახეთ ჩვენ როგორც ვასვდით და მავთულს უბავთ, ანალოგიურად არის გაკეთებული აქ პომიდორიც. დაახლოებით 2 თვეში შემოვა სიმწიფეშიო, ასე მითხრეს. სარწყავად წვეთოვნებია გაკეთებული, ისევე როგორც ჩვენ ვაკეთებთ. აქ არ არის წყლის პრობლემა, ყველა ფერმაში არის დაბურღული წყალი, მიწის სიღრმიდან ამოყავთ რამოდენიმე ადგილას და ასე ანაწილებენ. პორტოხლის პლანტაციები ნახეთ. შემდეგ უკვე მანგოს პლანტაციებია, ვთხოვე გავჩერებულიყავით რომ დამეკრიფა და ჩემი თვალით მენახა როგორ იზრდება მანგო. ნახეთ. ჯერ არ არის მწიფე. ახლა შემოდგომაზე ხდება მანგოს მოკრეფვა და რამოდენიმე დღეში მწიფდება. Oczach! Oczach!
მია შენც მოწყვიტე. აი ეს კაია. No? Let's take it home. სახში წავიღოთ. Andy, this one is good. მია ეს მოწყვიტე. Now we take it home. აქ უკვე პომიდრის კრეფისკენ ვინაცვლებ, ძალიან ბედნიერი ვარ, სოფელი გამახსენა ამ ყველაფერმა. ეს ის პომიდორია, მეგობრებო, ცხოველების გამოსაკვებად რომ ზდიან, თუმცა მეც დიდი სიამოვნებით დავკრიფე და წამოვიღე. ნახეთ რა ლამაზია. თვითონ ვარდება, რომ წიფდება. ნახეთ. ვაუ. ნახეთ რამდენი დავკრიფე. ჭამე აბა? Yummy? კაია? შემდეგ სიმინდის ფერმის დასათვალიერებლადაც წაგვიყვანეს. უკვე სიმინდის აღების პერიოდია სამხრეთ აფრიკაში ახლა. როგორც ნახეთ, თეთრკანიანი ფერმერები სამხრეთ აფრიკაში ფლობენ მრავალფეროვან მეურნეობას, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის ფართო სპექტრს. ამაში შედის მარცვლეულის მეურნეობა, ხილისა და ბოსტნეულის მეურნეობა, მეცხოველეობა. ეს მეოთხე არის game farms, რაც გულისხმობს გარეული ცხოველების მოშენება, კონსერვაციას, ნადირობისა თუ ეკოტურიზმის მიზნით. დიციული, მსხვილფეხა, რქოსანი პირუტყვის ნაცვლად ამ ფერმებში შეხვდებით აფრიკული ველური ცხოველების მეურნეობას. აქ ბინადრობენ ანტილოპის სახეობები, როგორიც არის კუდუ, იმპალა, ელანდი, სპრინგბოკი, საბელი, ორიქსი, ასევე შეხვდებით კამეჩებს, ჟირაფებს, ზებრებს, მარტორქებს. ზოგიერთ კონსერვაციაზე ორიენტირებულ ფერმებში შეხვდებით დიდ კატებსაც, როგორებიც არიან ლომები და ლეოპარდები. ამ გარეული ცხოველების მეურნეობა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, უამრავი ტურისტი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან ძირითადად ნადირობის მიზნით. არ ვიცი, მე ვერასოდეს ვერ გავუწევ რეკომენდაციას აფრიკაში სანადიროდ ჩამოდით მეთქი, რადგან ჩვენ გქონდა შესაძლებლობა. ჩვენი მასპინძელი იარაღით იყო წამოსული, უნდოდა თავის საკუთარ ფერმაში, რომელ ცხოველსაც უნდა იმას ესვრის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ, რომ ეს არ გაეკეთებინა, სანამ ჩვენ იქ ვიმყოფებოდით. ეს ნადირობის ბიზნესი საკმაოდ დიდია სამხრეთ აფრიკაში და ჩამოსული ტურისტებისთვის დაწესებულია სხვადასხვა თანხები, მაგალითად ანტილოპის მოკლაზე სხვა ფასია, კამეჩის მოკლაზე სხვა ფასი და ასე შემდეგ. ანადირებს გაძლევენ და შემდეგ ამისგან ძირითადად ფიტულებს აკეთებენ ხოლმე და სახლებში კიდებენ. აი ასე გამაგრილებელი თუ ალკოჰოლური სასმელებით მომარაგებულები შედიან გარეული ცხოველების მეურნეობაში სანადიროდ ან უბრალოდ მოსანახულებლად. ძალიან საინტერესო პროცესია, მეგობრებო, გაფაციცებული რო ეძებ, რომელი კუთხიდან რომელი ცხოველი გამოჩნდება და წარმოდგენა არა გაქვს, რას მოიმოქმედებს შენს დანახვისას. ესენი ძირითადად გარბოდნენ, რადგან როგორც გითხარით, სამწუხაროდ მხოლოდ ნადირობისთვის იყენებენ ამ მეურნეობას და შესაბამისად უკვე ეშინიათ მანქანის ხმის გაგონება. Hello. Come. აი რომ დაღამდება და აგრილდება, მაშინ არის ყველაზე მეტი ცხოველის ნახვის შესაძლებლობა. ამ დროს გამოდიან ძირითადად. Come. What is so special about this animal? The horns.
ეს აფრიკული კამეჩი დიდ ხუთეულში შედის, აფრიკის დიდ ხუთეულ ცხოველებში. ალბათ ესეც მრქებიდან გამომდინარე, რომელსაც ბევრ რაღაცაში იყენებენ. Just put the coke that side, okay? Put it here, listen, okay? Это какие? Sorry. აქ ვიტყოდი, რომ ნამდვილად გაგვიმართლა ამდენი გარეული კამეჩი ერთდროულად არასოდეს არ მინახავს. Уа. Look at the baby there. Mommy, I want to be in the video. You're orange. ენდი სახლში დარჩა, რომ ჩვენთვის საჭმელები მოემზადებინა. თავისი დაჭერილი ოკეანის თევზი ჰქონდა წაღებული, რომელიც საგულდაგულოდ გაასუფთავა, ცეცხლი დაგვინთო და რომ მივედით, უკვე თევზი ფოლგაში იწვებოდა. Can you see though? Yes. გემრიელად ვისადილეთ, მერე ცეცხლს შემოვუცხედით და სასიამოვნოდ გავატარეთ საღამო. მგონი ვიდეოც საინტერესო გამოვიდა. ის გადამრჩენია მზის ჩასვლის ლამაზი კადრებით დაგემშვიდობოთ და მშვიდობიანი მოგზაურობა გისურვოთ აფრიკაში ჩვენთან ერთად ძალიან მალე. მიყვარხართ.